ესეთი გაშლანა შემოგთავაზეთ ახლა. რა მოდის თქვენ ცხოვრებაში უახლოესი 10-15 დღის ვადებში. პლუს მინუს საშუალო პერიოდი იქნება ასეთი. მოდი ესე ვთქვათ, საშუალოდ 2 კვირის ვადებში რა მოდის თქვენ ცხოვრებაში ისეთი, რაც უნდა გაინტერესებთ ახლა რო გაიგოთ. და რასაც გვეტყვის. მაღალი ძალები, სამყარო მომცემს საშუალებას რო გითხრათ. ყველა ვარიანტში უყურეთ ბოლომდე და ლაიკები არ დაგეზაროთ, მეგობრებო, ასევე გააზიარეთ ჩემი გაშლები, ჩემი ვიდეოები და დამწერეთ თქვენთვის ასრული კომენტარები, რა თემა გსურთ რომ საერთო გაშლად გაგიკეთოთ. კიდევ ერთი შეგახსენებთ, რომ Telegram არხი პირადი გაშლებისთვის გაუქმებული მაქვს და გადააზიარეთ მაქსიმალურად ის ვიდეო, სადაც ყვები რატომ წავშალე პირადი გაშლებისთვის Telegram არხი, პირადი გაშლები ვისაც გსურთ, პირადში მომწერეთ და დაგაკვალიანებთ ყველაფერს. რა ხდება ეხლა თქვენ ცხოვრებაში? ვინ ხართ თქვენ საერთოდ იმისთვის, რომ გაიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა? ვინ ხართ თქვენ? დედოფალი ჰაერის. თქვენ ხართ შესაძლებელია წარმომადგენელი ჰაერისტიკის, ეს არის ტყუპები, სასწორი და მეწყურის ნიშანი, მაგრამ ყველასთვის აუცილებელი არ არის რომ ასე იყოს. საერთო გაშლაში უბრალოდ ყველაფერს მაქსიმალურად ვიტყვი რომ მიხვდეთ დეტალებს. შეიძლება უბრალოდ წარმომადგენელი ხართ ექიმი ვიტყოდი ასე, სადაც ცივი არახთან შეხება გაქვთ ხოლმე, ეს იქნება ექიმი კოსმეტოლოგიდან დაწყებული, არ ვიცი, ქირურგი, მკურნალი, ყველანაირი საშუალების ექიმი, გინეკოლოგი, სტომატოლოგი და ასე შემდეგ. ასევე შესაძლებელია ხართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი, ადვოკატი, მოსამართლე, არ ვიცი, რაღაცა კანონების მცოდნე, მოკლედ ორგანოების, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი შესაძლებელია ხართ. ასევე შესაძლებელია უბრალოდ წარსულ ცხოვრებაში განქორწინებული ან ქვრივი სტატუსი გაქვთ, მოდი ესე ვიტყოდი, სადაც წარსულ ცხოვრებაში რაღაცნაირად ადამიანმა გული გატკინათ, არ გამოგივიდათ, არ შედგა თქვენი ჯერჯერობით თქვენი პირადი არ აეწყო, ასე ვიტყოდი და გაქვთ წარსულში რაღაცნაირი ცუდი გამოცდილება პირად ურთიერთობასთან მიმართებაში. გაშლა არის ორივე სქესისთვის, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ ეს გაშლა. ადამიანი, რომელიც სტაბილურობის შექმნაზე არის გადასული, ასე ვთქვათ, მიმართული აქვს თავისი ენერგეტიკა, რომ 4-იანი ჟეზლი, ჟეზლები ეს არის ძალიან ხშირად სამუშაო თემატიკა, ასევე ოჯახური თემატიკა, ურთიერთობის სტაბილურობის 4-იან ჟეზლი კონკრეტულად. ამ კალოდაში ეს არის დღესასწაული, სადაც ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცა საფუძველი ჩაუყაროს ადამიანთან ურთიერთობებს, რაღაცნაირი დღესასწაული შექმნას მასთან ურთიერთობა, ეს იქნება სტაბილურობა, ასე ვთქვათ, ამ ადამიანთან თავისი ენერგიის ჩადება, როგორც სამუშაო რეჟიმის სტაბილურობისთვის და სიძლიერისთვის, სიმყარისთვის, ასე ვთქვათ, ასევე ურთიერთობაში, პარტნიორ ურთიერთობაში და ვთქვი და ამოდის აგერ ცეცხლის მეფე, ეს არის ჟეზლის მეფე, რომელიც წარმოადგენს ცეცხლის სტიქია, შესაძლებელია თქვენი პარტნიორი არის ცეცხლის წარმომადგენელი, ვერძილუმი და მშვილდოსანი არის შეგახსენებთ ცეცხლის სტიქია, მაგრამ აუცილებელი არ არის. ეს არის უბრალოდ ტემპერამენტიანი, ძალიან მიმზიდველი, ძალიან ცეცხლოვანი ადამიანი, მამაკაცი, რომელიც ძალიან ვერ ჩერდება ერთ ადგილას, მიმზიდველია, ძალიან უყვარს გადაადგილებები ხშირი, მუშაობაში თავისი ენერგიის ჩადება, ასევე ისეთია, ცეცხლოვანია, ვერ გააჩერებ, შანსი არ არის. ერთ ადგილას ერთ წუთს თუ დაისვენებს, მე აუცილებლად გაქცეულია სადღაც რაღაცა ახალი იდეით. აჩვენებენ, რომ თქვენ ურთიერთობაში შესაძლებელია მოხდა რაღაცნაირი 5 პრობლემა გაქვთ ურთიერთობაში, აი ამ სტაბილურობასთან მიმართებაში, თუ 5 პიროვნება გიქმნით რაღაცნაირ პრობლემებს, ასე ვიტყოდი, ურთიერთობაში, თუ ეს შეიძლება იყოს უბრალოდ თქვენ შორის რაღაცნაირ შეუთანხმებლობა და კონფლიქტი, რომელიც ბოლო პერიოდში მოხდა და გული გატკინათ, ასე ვიტყოდი, 5-იან ხმალით გამარჯვებული მხარე არ არსებობს ამ კონფლიქტში, არც ერთ მხარეს არ გაუსწორდა, ასე ვიტყვი, აი ეს კონფლიქტი, რაც მოხდა თქვენი შეუთანხმებლობის და ორივე მხარე რაღაცნაირად განიცდის აი ამ კონფლიქტს. თუმცა
რესურსულად გაკლიათ ერთმანეთი, ხუთიან ხმალი, ხუთიან პენტაკლი, კალოდის ძირში აჩვენებენ, რომ მოწყენილობა შეიძლება რესურსულად მაქსიმალურად გრძნობთ რაღაცნაირად ნაკლებ რესურსში, თავს რაღაცნაირად ენერგეტიკა თითქოს დაცემული გაქვთ, ხართ აი რაღაცა ზამთრის რეჟიმზე, მონატრების რეჟიმზე, რესურსის ნაკლებობის რეჟიმზე, ეს შეიძლება აისახებოდეს ეს კარტი როგორც ფინანსების ბოლო პერიოდში რაღაცა უმყოფლობით, თითქოს ფინანსის ნაკლებობაც შეიძლება გაქვთ. შესაძლებელია ამ კარტით გეტყვით, რომ რომელიმე თქვენი მხარე იყოს ასევე ავადმყოფობის რეჟიმში, გულისხმობ ვირუსი, გრიპი, არ ვიცი, რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები, ამ კარტით ძალიან ხშირად არის ხოლმე წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, ენერგეტიკა დაცემული გაქვს, რაღაცნაირად არ გაქვს თავი და ძალა, რომ იფიქრო ურთიერთობაზე, ასე ვიტყოდი, ცოტა რესურსის ნაკლებობა და ენერგიის ნაკლებობა გაქვთ უფრო მეტად ხუთიან პენტაკლით. შესაძლებელია კიდევ ვიმეორებ ფინანსური პატარა პრობლემებიც ამ კარტით. გავიგოთ ესე იგი, თუ მიხვდით ასე თუ ისე საშუალოდ, რომ თქვენზე შეიძლება იყოს ეს გაშლა, ბოლომდე უყურეთ და ენერგოცვლისთვის აუცილებელია თქვენი ლაიკები და თქვენი კომენტარები, გაზიარებები. ამ ჩადებული ენერგიისთვის მადლობას გიხდით. იმისთვის რომ მიიღებთ ჩემგან ამ გაშლას. გავიგოთ რა მოდის უახლოესი საშუალოდ 2 კვირის ვადებში თქვენ ცხოვრებაში. ისეთი რაც დაგაინტერესებთ ახლა. ნუ თუ შვილი ყავთ და ვერ ხვდებით ხოლმე ამ შვილს, გაქვთ ასე ვთქვათ, რაღაცნაირი დაკიდებული სიტუაცია, განქორწინებულ რეჟიმში მიჩვენებენ ადამიანს, რომელსაც ყავდა თავისი ოჯახი, სტაბილურობა და ასე ვთქვათ, შვილთან შეიძლება დიდი კონტაქტი არ აქვს, ძირითადად მამაკაცებისთვის იქნება ახლა ეს ინფორმაცია უფრო ხაზს უსვავ. რაღაცნაირი დაკიდებული სიტუაცია ამ ბავშვთან მიმართებაში და ვერ ნახულობთ, მსხვერპლად გრძნობთ თავს, ვერ გადასცემთ მას თქვენ სიყვარულს, რაღაცნაირ ერთგულებას, იმას ყოველდღიურად ვერ აწვდით თქვენ შვილს, იმ ლუკმა იქნება თუ იმ სიყვარულის რაღაცა პატარა წვეთებს, რაც გინდათ რომ მიაწოდოთ ხოლმე, შეხვედრა გექნებათ, შესაძლებელია თავად გამოვიდეს თქვენი შვილი კონტაქტზე და რაღაცნაირი სითბო და SMS-ი იქნება, ზარი იქნება, მოსვლა იქნება პირდაპირ თქვენთან ისეთ რეჟიმში, როცა არ ელოდებით, გაგახაროთ აი ამ თავის თასით. ეს არის ამ კარტზე წარმოდგენილია გოგონა, მაგრამ ყველას გოგო არ გეყოლებათ, ნუ შვილის რეჟიმია, პაჟია საერთოდ, თასით, სიყვარულით და ემოციით თქვენთან მომართული ადამიანი. ასევე იქნება რაღაც ნაწილისთვის დავაზუსტებ, ყველასთვის არა, რაღაცა მცირე ნაწილისთვის ეს მომენტი, რომ თუ დაფეხმძიმების რეჟიმში ხართ, ან წოლიარე რეჟიმში ხართ და დაფეხმძიმებას ცდილობდით, ან მწოლიარე რეჟიმი გაქვთ, ასე ვიტყოდი, ლოგინს მიჯაჭვული რეჟიმი, ფეხმძიმობის გამო, ან ფეხმძიმობისთვის რაღაცნაირი რეჟიმში იყავით და მსხვერპლად გრძნობდით ამ თემატიკასთან მიმართებაში თქვენ თავს, ძალიან კარგი სტაბილურობა არის ამ ხრივ მოსალოდნელი, ანუ გამოჯამრთელება, ანუ შესაძლებელია ეს მსხვერპლის როლიდან გადახვიდეთ ძალიან კარგ ემოციურ ფონზე, რომ უკვე დასტაბილურდეთ თქვენი ეს წოლითი რეჟიმი აღარ არის საჭირო, ან თუ თქვათ რაღაც კურნალობის რეჟიმზე იყავით, სტაბილურობა გამოიღოს, შედეგი გამოიღოს აი ამ თქვენმა წოლითმა რეჟიმმა და მიხვიდეთ ფეხმძიმობამდე. კიდევ ვიმეორებ, ეს ბევრისთვის არ იქნება, მაგრამ რა ნაწილისთვისაც იქნება მომივიდა ინფორმაცია და მოგაწოდებთ ამ ინფორმაციას. გაგიხარდებათ ძალიან ეს მდგომარეობა. კიდევ რა მოდის მოვასწროთ თქვენ ურთიერთობაში და ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში. გრევა გექნებათ რაღაცნაირი ურთიერთობის მე-16 მაღალი არკანი კოშკი, ეს არის ყოველთვის იმის ნგრევა, რაც საფუძველი არ აქვს და დღეს თუ არა ხვალ დაინგრეო და სამუშაო რეჟიმთან მიჩვენებენ რაღაცა ახალი უნდა დაიწყოთ, დაანგრიოთ ის რეჟიმი, რომელიც ხელფასი იქნება, თუ უფროსთან ურთიერთობა იქნება, თუ საერთოდ პერსპექტივა არ აქვს, ყველას თქვენია ამ ურთიერთობას, ან აიღოთ ჯერჯერობით შვებულება, დაისვენოთ და მიხვდეთ გჭირდებათ ეს ურთიერთობა, ეს სამსახური საერთოდ თუ არა, იპოვით თქვენთვის სასურველ სამუშაო რეჟიმს. შემდეგ